დავიბადე 1988 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში. 3 წელია რაც დავტოვე სამშობლო და გადმოვედი ამერიკაში. მე ვარ ნათია ნუცუბიძე და სტუმრად ვარ თამიასთან, რომ მოვკითხოთ ჩემი ისტორია. 24 ემიგრანტის ისტორიას გავიცანი და გაგაცანით თქვენც. ყველა მათგანს ერთი საერთო ჰქონდა: გადაწყვეტილება. სხვადასხვა მიზეზით გამხდარიყვნენ ემიგრაციის ნაწილი. ჩემი დღევანდელი რესპონდენტის ისტორია განსხვავებულია. მას არასოდეს მიუღია გადაწყვეტილება, რომ ემიგრაციაში ეცხოვრა. თითქოს ემიგრაცია თავად იქცა მის ბედისწერად. დღეს მოგიყვებით ნათიას ისტორიას, დედის, რომელიც შვილთან ერთად ამერიკაში აგრძელებს ცხოვრებას, როგორც იძულებით ემიგრანტი. ჩემი პროექტის მთავარი მხარდამჭერი არის TBC. TBC-ის მომხმარებლად რეგისტრაცია ძალიან მარტივია. შეგიძლიათ გადმოწეროთ TBC Mobile Bank-ის აპლიკაცია და ზუსტად 30 წამში დისტანციურად გახდე მომხმარებელი და გაიაქტიურო საბანკო პროდუქტები ფილიალში მისვლის გარეშე. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ მოქმედი ტელეფონის ნომერი, SMS კოდის მისაღებად და სელფის გადაღება ვინაობის დასადასტურებლად. რეგისტრაციის გავლისთანავე შენ ავტომატურად გაგეხსნება უფასო TBC-ის ბარათიც. თუმცა თუ გირჩევნია, რომ TBC-ის წარმომადგენელი დაგეხმაროს რეგისტრაციის გავლის პროცესში, შენ შეგიძლია რომ მიწერო TBC-ის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში ან ელფოსტაზე, მოითხოვო ვიდეო ბანკის სერვისით სარგებლობა, შენთვის სასურველ დროს ჩაგენიშნება ვიდეოზარი TBC-ის წარმომადგენელთან, რომელიც დაგეხმარება თელს ამ პროცესში. როგორ დაიწყო შენი ემიგრაციის ისტორია? ემიგრაციას არ გეგმავდი არასდროს, სულ შემთხვევით ორში ამერიკაში. ერთი კვირით ჩამოვედი კონფერენციაზე და აღმოჩნდა ისე, რომ დავრჩი სამუდამოდ ემიგრანტი. ერთი წლით დაგეგმილი მქონდა ეს კონფერენცია, აღმოჩნდა ისე, რომ ვიყავი ორსულად 21 კვირის და მაინც გავრისკე წამოსვლა. მან ფრენები, ჯამში ძალიან სტრესი იყო ჩემთვის, ასე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც გავრისკე წამოსვლა, რადგან უკვე ვიზა მქონდა აღებული და დაგეგმილი მქონდა და ჩემი ოცნება იყო, ესე რომ ვთქვათ, ამ კონფერენციაზე დასწრება. როდესაც ჩამოვედი კონფერენციაზე, დამიტყო სისხლდენა და ექიმებმა მითხრეს, რომ ვერ წავიდოდი, იმიტომ რომ რისკი იყო გადაფრენა სისხლდენის გაძლიერების, რომ შეიძლება ორსულობა ჩაწყვეტილიყო, ჩემი სიცოცხლის საშიშროებაც იდგა და მირჩიეს, რომ დარჩენილიყავი ამერიკაში და აქ გამეჩინა. ამ დროს ვიყავი მაიამიში, სადაც პირველი დენა მოხდა და გადავწყვიტე ჩამოფრენა ბრუკლინში, რადგან აქ უფრო მეტი ქართველები იყვნენ და უფრო დაცულად მეგრძნა თავი. და რა ხდება ბრუკლინში ჩამოფრენის შემდეგ? ზოგადად მოგიხსენება ამერიკაში სახს ვერ აიხებ, თუ საბუთები არ გაქვს, მხოლოდ თანხა არ არის. მე მეგონი მხოლოდ თანხა მეყოფოდა, მაგრამ ავიღეთ ოთახი, სადაც გადავედი. იდეაში იყო პირობები ძალიან ცუდი, მძიმე, ვინც ცხოვრობს ამერიკაში, კარგად მიმიხვდება, რა პირობებზე მაქვს საუბარი. და შენ ამ დროს ხარ ორსული, სრულიად მარტო ხარ? კი, სრულიად მარტო ვიყავი ბრუკლინში და იმ ოთახში და სავსებით ამერიკაში. ესე ვგრძნობდი მაშინ თავს, რომ მარტო სულად, მარტო ხელად, უბედურად. ძალიან მიჭირს ამ ისტორია, ეხა ისევ ნერვიულობ, რომ ვერც გადმოვცემ იდეაში, ჩემ პირველ სულს აუბრობ ამ ჩემ ამერიკულ ტრაგედიაზე, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ ორსულობის მთელი ეს პერიოდი უნდა გავეტარებინა ამ ოთახში. და ეს მიმატებდა სტრესებს, რომელიც აი სტრესული სიტუაცია, არ მიჩერდებოდა ეს ფიქრები, ვერ ვაჩერებდი. რომ მოგეხსენება ორსული ქალის ფსიქოლოგია, როგორი სენსიტიურია, ყველაფრის მეშინოდა, მთელი ღამე ტელეფონზე ყავდა ჩემები, რომ ვერ ვისვენებდი, ესე რომ ვთქვათ, მეშინოდა ეს და დენებიც არ მიჩერდებოდა შესაბამისად და 2 კვირის მერე გადაწყვიტეს ექიმებმა, რომ უკვე საკეისრო, სასწრაფო საკეისრო გამიკეთეს. ამ 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 7 ჯერ ვიყავი emergency room-ში, თითქმის ყოველ მეორე დღეს მივდიოდი emergency
რუმში, რადგან დედებს ვერ ვაჩარებდით. რას ნერვიულობდი ნათია? პირველი ჩემი საფიქრელი ჩემი პირველი შვილი იყო, რომელიც საქართველოში დარჩა და ერთი კვირით გამომიშვა. პირველი სტრესი ეგ იყო, რომ როგორ აუხსნა ანასტასიას ეგ ყველაფერი, რომ მოუყევი სიტუაცია იმდენად განიცადა, რომ არც ქონია, არ საყვედური არასოს არ უთქვამს, რომ მიმატოვე, ან დარჩი, არასდროს არ უსაყვედურია ჩემთვის, იმდენად დამიცვა თითქოს, იმიტომ რომ მიხვდა რა სტრესშიც ვიყავი. გადაგიყვანეს კლინიკაში და რა ხდება საკეისროს შემდეგ? საკეისრო კვეთა მიმდინარეობდა 8 საათი. და ამ 8 საათის განმავლობაში ვერ მიყუჩებდნენ, ანესთეზიას ვერ მიკეთებდნენ, რადგან ძალიან ცუდი დენა მქონდა. მისხამდნენ ორივე ხელში სისხლს და მიდიოდა 8 საათი, აბსოლუტურად ამ 8 საათის განმავლობაში ყველანაირი ტკივილი, ყველა კანის გახსნა, ყველა შეგრძნება იყო ჩემთან ერთად. არ დამიკარგავს ერთი წუთი, არანაირი შეგრძნება. 5 თვის ვიყავი, მახსოვს ბავშვმა როგორ იტირა, როგორ მომილოცეს, როგორ ჩამახუტეს და გადაიყვანეს, რა თქმა უნდა, ინკუბატორში და მითხრეს, მომილოცეს ჯამთელი ბავშვის დაბადება. მერე გავითიშე, არაფერი არ მახსოვს. მახსოვს უბრალოდ ბოლო მომენტი, როდესაც გავახილე თვალები, ვიყავი პალატაში და მომინდა ბავშვის ნახვა. ექცნებს ვთხოვე გადაადგილებაში დახმარება, რომ ბავშვი მენახა. ჩამიყვანეს, მახსოვს ის ინკუბატორის ხმები, მონიტორზე შეერთებული ბავშვი, მახსოვს ექთანი, რომელიც ძალიან უხეშად ექცეოდა ბავშვს და ძალიან ჩემთვის იყო ძალიან დამთრგუნველი ის მომენტი, რომ დავინახე, იმდანად უხეში იყო ის ექთანი, 25 კვირის ბავშვი, რომელიც ხელის გულზე მეტეოდა, ძალიან უხეშად ასუფთავებდა. და უთხარი, რომ ნელა მოეკეცით, მტირი ამ დროს ვიდეოს ვიღებდი, რომ ჩემებისთვის მენახებია ბავშვი და მტიროდი და ვეუბნებოდი ექცნებს, რომ ნელა მოეკეცით და ეს მახსოვს ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ მთელი ღამე არ დამეძინა და სიზმარში მეღვიძებოდა შფოთვაში, რომ ვაიმე ბავშვს რამე არ დაუშაონ. მესამე დღეს ამოდიან ექიმები და მეუბნებიან, რომ ბავშვი კარგავს სისხლს. სადღაც ან თავში, ან მუცელში. ზოგადად როგორც ნაადრევ დაბადებული ბავშვებს ახასიათებს, შეიძლება გქონდეთ რისკი სისხლის ჩაქცევის და ამაზე ხელი მქონდა მოწერილი. სანამ საკეისროს გავიკეთებდი და ეს ჩემთვის ცნობილი იყო. და ექიმი მეუბნება, რომ კარგავთ სისხლს თავის ტვინიდან და ავიღე ვიდეო და ვაჩვენე ამ ექიმს, რომ მეთქი, ეს ვიდეო ნახე, მეთქი, ეს ექთანი როგორ ეყრებოდა, ზუსტად ვიცი, მეთქი, რომ ამ ექთნის ბრალია ჩემ შვილს, რაც ჭირს. ეგ იყო ჩემი პირველი ფრაზა ამ ექიმთან. რა იყო ექიმის პასუხი ამ დროს? ექიმა მითხრა, რომ ექთნები გამიჯნა, ექთნების ინსტიტუცია და ექიმების ინსტიტუცია, რომ ეს სხვადასხვა სამუშაო აქვს, სხვადასხვა ისინი უფროსები ყავს, სხვადასხვა სისტემები გამიმიჯნა, მხოლოდ ვერაფერი ვერ მითხრა, იმიტომ რომ არასწორი იყო 25 კვირის ბავშვს მსგავსი მოპყრობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ექიმს თხოვე, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი გამეტარებინა, რაც შეიძლებოდა დიდი ხანი გამეტარებინა კლინიკაში, რადგან ბავშვთან ახლოს ყოფილიყავი. გამოჩერა 7 დღე. ეს 7 დღე იყო ტანჯვის. როდესაც გამოგწერეს კლინიკიდან, სად მიხვედი? ოთახში. გავაგრძელე ოთახში მარტო ცხოვრება, როდესაც ყველა პაციენტად ბრუნდება და მე მარტო. როგორი იყო ამ დროს შენი მენტალური მდგომარეობა? ძალიან ბევრს ვტიროდი იმ ოთახში, თავს ვურტყამდი კედელს და ყველა ემოციას გამოვხატავდი, რაც შემეძლო, იმიტომ რომ მარტო ვიყავი და
ეს ყველაფერი მეხმარებოდა, რომ ამ ემოციას არ მოვეკალი. ვაკესა და საბურთალოს შორის თბილისის ცენტრში იქმნება სრულიად ახალი სივრცე, თბილისის აკრები. პირველი თვითმყოფადი უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია: mini mall, retail plaza, ფიტნესი, spa, გამოჯანსაღებელი ცენტრი, skate park-ი, აუზი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობის სივრცეები, მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრები არის ცხოვრების ახალი სტანდარტი. ვიცი რომ ძალიან მალე დაიწყე სამსახური და რა იყო შენი პირველი სამსახური ემიგრაციაში? მუშაობა დავიწყე მაჰეტეზე ქართველი ექიმის ლიცენზიის ქვეშ. რთული იყო ორ ადგილზე მუშაობა, მაგრამ ჭირდებოდა რომ ცოდნოდა ხალხს ჩემს შესახებ. ამ დროს რა ხდება აჩის ცხოვრებაში? ზოლის წელიწადი და 3 თვე მქონდა მეც და აჩისაც. ბავშვს ჩაექცა თავშის სისხლი, განუვითარდა ჰიდროცეფალია, შეეყარა ინფექცია, სტაფილოკოკი, ანუ მქონდა მენინგიტი, მქონდა კრუნჩხვები და უყურებდი ბავშვს 3 დღე როგორ ეზრდებოდა თავი ყოველდღე. ოპერაციას ვერ უკეთებდით, სანამ 2 კილო არ გახდებოდა. ანუ უნდა დაიბადე 650 გრამი და სისხლის შაქცევის მერე განუვითარდა ჰიდროცეფალია. და ამ ჰიდროცეფალიის მხოლოდ საშუალო იყო ოპერაცია შანტი, რომელიც 2 კილომდე ვერ გაუკეთდებოდა ბავშვს. ანუ 2 კილომდე უნდა გაგვეზარდა ისე, თუმცა ყოველდღე თავი ეზრდებოდა თამია. ეს იყო ყოველდღე რომ მივდიოდი, ანუ ყოველდღე ხომ ნახულობდი, ყოველდღე ეზრდებოდა თავი და მეგონა რომ აი თავი გაუსკდებოდა. სანამ გადავალთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ყავა ავიღოთ, იმიტომ რომ არის ძალიან სიცივე და თან ნათიას უნდა მოვუყვე, დარწმუნებული ვარ რომ არ იცის, რომ შეუძლია საკუთარ თავს გაუგზავნოს ფულადი გზავნილი, იცოდი? თუ ხარ TBC-ის მომხმარებელი და გააქვს შესაბამისი ვალუტის ანგარიში, მეგობრებო, შეგიძლიათ რომ საკუთარ თავს გაუგზავნოთ ფულადი გზავნილი. პროცესი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც თანხის საქართველოში გაგზავნისას. უბრალოდ მიმღებად საკუთარ თავს მიუთითებთ. ამ გზით შეძლებთ ნაღდი ფულის გაციფრულებას და შემდეგ უკვე მარტივად და დისტანციურად შეძლებთ ფინანსების მართვას. წელიწადი და 3 თვის თავის ტვინზე 13 ოპერაციის შემდეგ აჩიმ და მისმა დედიკომ გაიმარჯვეს და აჩი ყავს ახლა აქ და თქვენს უნდა გაგაცნოთ. გაიხსენე როგორი იყო დაბრუნება სახლში შვილთან ერთად. მოვედით სახლში, გაფორმებულ სახლში, welcome arch-ში. ოთახში აღარ უკვე სახლში ხო? ნამდვილად უკვე სახლში, აჩის თავისი ოთახი, სადაც ჰქონდა უკვე და ესე დავხვდით ლამაზად ნანატრ შვილს, რომელიც ამდენი ბრძოლი. ვინები დახვდით, ანუ მარტო იყავი, მეგობრებიც შეიძინა? კი, უკვე მარტო აღარ ვიყავი, ჩემი მეგობრები დავხვდით არჩის. როდის გააცნობიერე, რომ საქართველოში ვერ დაბრუნდებოდი? ჯერ გაცნობიერებული არ მოგიცი. ჯერ ისევ იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს და აჩი ჩავალ საქართველოში. ნათია, როდის გააცნობიერე, რომ სიკვდილზე გაიმარჯვე? ჯერ არ მოგაცნობიერებული ცე. ანუ მაინც ძალიან მაშინია. აი ჩვენი არჩილი. ნათია, ოდესმე იმედი დაგიკარგავს? პირიქით ყოველთვის დადებითად ვფიქრობდი. დადებითი განწყობით ვიყავი და ამ განსაცდელს უყურებდი როგორც დროებით. მიხდი, ანუ ვიცოდი რომ ჩემთანაც გამოიდარებდა და აი გამოიდარა. გამოიდარა. ჩემო სიცოცხლე, დედიკო, აცი. დედის სიძლიერე განუზომელია. შეუძლებელ შეგაწლებინებს საკუთარი შვილის სიცოცხლის სიყვარული. ნათია კი არ დანებების მაგალითია. მას თავიდანვე ჯიუტად სჯეროდა, რომ მიაღწევდა მიზანს. გაიმარჯვებდა სიკვდილთან ბრძოლაში და თავის შვილთან ერთად იცხოვრებდა სახლში და არა ოთახში. რა პროცედურას იკეთებს ქართველი,
და რა პროცედურას იკეთებს მაგალითად ფერადკანიანი და ებრაელი? რას იკეთებენ? აი ფერადკანიანებს შემიძლია ხაზგასმით თქვა რომ უყვართ მეტი, ანუ ყრიმალი, ახლა გაგიკვირდება, მაგრამ უყვართ აი დიდი ტუჩი, უფრო დიდი ყრიმალი, ვიდრე აქვს უფრო დიდი საჯდომი, უფრო დიდი უნდათ. რაც არ უნდა დიდი კონდეთ, ანუ და ჩემ და გასაკვირად, იმიტომ რომ ანუ მაინც ევროპულ ხალხთან მუშაობას ვარ მიჩვეული და ჩემთვის ძალიან დიდია იმეთი ტუჩი. მაინც უნდათ უფრო დიდი ყრიმალი, ლოყები. ჩვენს პროფესიაში ამ მიმართულებით იგრძენი ქართველების გორჩი დგომა? უფრო პირიქით მიგრძნია ხელი შეშლა, არ ვიცი მავანებს რატომღაც არ უხაროდათ ჩემი ან კონკურენციის ამბავი იყო, ანუ ისეთი ჭორები გამიგია ჩემზე, აი გულსატკენი. მაგალითად იყო ეგეთი მომენტი, რომ ბავშვი მივაგდეთ თურმე კლინიკაში, ეგნატიანებს უბინდა ბავშვი მიაგდო კლინიკაში და რაღაც აი გულსატკენი ძალიან მწარედ გულსატკენი ჭორები იყო. პირიქით ყოფილა რომ ძალიან გიგრძნია ქართველისგან გორჩი დგომა და ცოტა გაკვირვებია კიდეც. მოვიდა ერთ-ერთ მომხმარებლად და შემომთავაზა თავის სახლში მიღება კლიენტების. ფილადელფიაში? გულო აკეთებს მაგის მანეჯმენტს. არ ვიცოდი. არ ვიცი. უამრავი მადლობა მას. რომელი ასაკიდან აღარ არის საჭირო ინექციების გაკეთება? ასაკი შეუზღუდავი. აი აზრი რო აღარ აქვს. 89 წლის პაციენტი ებრაელი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და ქმარმა მოიყვანა. ქმარმა მოიყვანა. ნუ ცოტა უფრო ახალგაზრდა მომეჩვენა. ნუ არ მეკითხოს რა თქმა უნდა ასაკი. ამ ქალბატონს ვკითხე, იმიტომ რომ ჩემი როლის გამო, რომ გაუბედე კითხვა ასაკის. და გავუკეთე პროცედურა, რომელიც აღფრთოვანებული იყო. რა ხელბედნიერება წარმოგიდგენია ეგ? 99 წლის ქალბატონმა რა პროცედურა გაიკეთა? ანუ full face ოღონდ ფილერით და ბოტოქსი. Full face ფილერი? ფილერით და ბოტოქსი და ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა. აი ეს შეგიძლიათ კაცებო რომ გააბედნიეროთ თქვენი ქალბატონები ნამდვილად. მაშინ ისე ძალიან გინატრება საქართველო. რას აკეთებ ხოლმე? რაიმე ტრადიცია გააქვს? ვაწყობთ რაღაც ფარტს. ანუ გვაქვს ქართული ცეკვები, სიმღერები, ბევრი ყავს მომღერალი მეგობრებში, ბევრი ყავს მოცეკვავე მეგობრებში. აი კიდევ რომ მოგენატრება ხოლმე ქართული კულტურა, იცით შეგიძლია რომ შეივსო ეს მონატრება, ჩემი მეგობარი არის კავია პლუსი. კავია პლუსზე მეგობრებო რომ შეხვალთ, შეგიძლიათ ნახოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ქართული, ანუ ქართული ფილმები, ქართული სერიალები, ძველი ფილმები, ახალი სერიალები, ხო? როგორ მიყვარს იცი? მართლა? ყველა ქართული ფილმი მაგ ამერიკაში რაც ვარ ნანახი. ხო და ქართული პოდკასტები შეგიძლია ნახო რა და ეს არის კოდი კავია პლუს აქვს შენთვის საჩუქარი და ერთ წელი უფასო აბონემენტი გაქვს და შეგიძლია აჩისთან ერთად და შენს ამერიკელ და ქართულ მეგობრებთან ერთად უყურო ქართულ ფილმებს. აუ ძალიან დიდი მადლობა კავია პლუს, მადლობა. იცოდი კავია პლუსი? არა. არ იცოდი. არ ვიცოდი. შენ ცხოვრება რომ ფილმი იყოს, რა ჟანრის იქნებოდა და რას დაარქმევდი? დრამა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იქნებოდა. და დავარქმევდი ალბათ სიყვარულის ძალას. როგორც ყოველთვის, დილით დავიწყეთ გადაღება და დაღამდა ნათია და უნდა დაგისვა კითხვები, რომელსაც ვეკითხები ყველა ჩემს რესპონდენტს. სად არის შენი სახლი? ჩემი სახლი არის საქართველოში, თბილისში, ჩემ მშობლებთან, გვერდით. ჩახუტებულები, ჩემ შულთან.
ახლა უნდა წარვადგინო ჩემი გადაცემის წარმდგენი, ეს არის თბილისის აკრები. თბილისის აკრები არის პირველი თვითმყოფადი უბანი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. როგორიცაა მინიმოლი, ანუ რითეილ პლაზა, სკეით პარკი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, პარკი, იოგას სივრცე, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრებში ყველაფერი რაც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ფეხიცალო მანძილზე გვაქვს. თბილისის აკრები მდებარეობს ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ადგილას, ვაკესა და საბურთალოს შორის. ნაფეტრობისკენ მიმავალ გზაზე უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. თბილისის აკრები არის ახალი უბანი თბილისში, რომელიც არც ძალიან გვჭირდებოდა. და დავუბრუნდეთ ჩვენს ინტერვიუს. ზოგადად ემიგრაციაში ადამიანებს ხშირად აქვთ გაორება, ანუ აქ ცხოვრობენ და თავიანთი ფიქრები და მიზნები არის საქართველოში სამშობლოში. შენი აზრით, ეს გაორება ოდესმე სრულდება, ან შენ შემთხვევაში როგორ არის? ჩემ შემთხვევაში გაორება დიდად არ მაქვს, იმიტომ რომ მთელი ჩემი მობილიზირება მაქვს გაკეთებული ამერიკაზე. ამერიკაში ცხოვრებას ვფიქრობ, პროდუქტიული ასაკი ყოველ შემთხვევაში, თორე სიბერო საქართველოში. და ჩვენი გადაცემის დასასრულს, რას ეთყოდი ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმის? ეშინია, უფალი ჩვენთან არის. მე ყოველთვის ეს სიტყვები და ეს გრძნობა მომხნევებდა და ყველასთან არის უფალი, მთავარია ვიპოვოთ. მადლობა ძალიან დიდი ინტერვიუსთვის და გამოგვივიდა ჩაერთო. ქართველი პაციენტი თუ ამერიკელი პაციენტი? ამერიკელი პაციენტი. ბოტოქსი ხასიათს ასწორებს? კი, ასწორებს. ნაკლები ნაოჭი? უფრო ბედნიერი ქალები. ინექციები ნემსით თუ აპარატული თერაპიები? ინექციები ნემსით. საქართველო თუ ამერიკა? საქართველო. ბოტოქსი თუ ფილერი? ძალიან რთული კითხვაა თამია. შენც ხო იცი რომ ორივე. ბედნიერება ჩემთვის ეს არის ჯანმრთელობა. და ბოლო. ostri თუ ბურგერი? ostri. ეს ეპიზოდი იყო დედაშვილის გამარჯვებაზე. მინდოდა თქვენს გაგეცნოთ ქართველი არჩილი თავისი ამერიკული ბრძოლით სავსე ცხოვრებით. ნემჯერა რომ ის აუცილებლად შეძლებს სამშობლოში ჩამოსვლას და საკუთარი სახლის შეგრძნებას. ყველა ემიგრანტის ისტორია უნიკალურია. თუ შენს გაქვს სათქმელი, თუ გინდა რომ შენი ხმა სამშობლოში გაიგონ და დარჩეს ემიგრაციის მემატიანეს, შეგიძლია მოგწერო. შემდეგი შეიძლება იყოს შენ.